დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ინფორმაციას და ქართულ ენაზე ნათარგმნ წერილს ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბაჩიაშვილი ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა. გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი 29 მაისს 2 საათზე ჩაინიშნა. იმავე დღეს საქალაქო სასამართლოში გირაოს გადაუხდელობის საქმეზე ნიკა მელიას ხდომა უნდა გაიმართოს. პოლიტიკოს სავარაუდოდ დააკავეს. ხილად სავარაუდო ქურდი ნინა მაჭაპელი სოციალურ ქსელში სავარაუდო ქურდობის შემთხვევაზე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს. ჟურნალისტის ინფორმაციით უცნობი პირი მის სახლში შესვლას ცდილობდა. მაჭაპელის რეაგირების შემდეგ კი კაცი ადგილიდან გაიქცა. ლუკა ნაცვლიშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტი წუხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომა სწვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასვლითი მატჩების ფორმა წარადგინა.